გილოცავთ ახალ 2026 წელს, დაგიბრუნდით ახალი გაშლით, ახალი სურვილებით, იმედებით, ახალი ინფორმაციებით. მინდა გისურვოთ ყოველივე იმის ასრულება, შესრულება, განხორციელება, რაც თქვენ უკვე ჩაიფიქრეთ 31 დეკემბერს, უკვე გასული წლის. ან გუშინ უკვე საახალწლო სადღესასწაულო სუფრასთან, იმედია მადლიერებით გავაცილეთ 2025 წელი და მოდით დღეს გავაკეთოთ 2026 წლის პირველი გაშლა, სურს ეს გაშლა გავაკეთოთ ჩემი უსაყვარლესი კოლეგის და მეგობრის მიერნა ჩუქარი ესეთი უმშვენიერესი დასტით, რომელსაც ქვია უდაბნოს ოცნებების ტარო. აი ესეთი ულამაზესი დასტაა, შეხედეთ, ალამაზი ნახატებია, როგორი ღრმა. და მოდით დღეს რახან 2 იანვარია. როგორც ჩვენში ტრადიციულად 2 იანვარი არის ბედობა. უკვე პრინციპში აღარც ვიცი რამდენი ბედობა გვაქვს, მაგრამ მოდით მაინც ეს სიმბოლოები აღვნიშნოთ, ხო, ჩვენი რამების. პრინციპში ყოველ დღეს შეგვიძლია იყოს ბედობა, ჩაფიქრების დღე, სურვილების მანიფესტაციის დღე, დაფიქსირების დღე, მაგრამ მოდით დღეს ვნახოთ რა დაგებედებათ დღეს, როგორი ენერგიები დაგებედებათ. ესე გავაკეთოთ ტრიპლეტი ჩვეულებრივად, მარტივად. ახალი დასტა ცოტა მიჭირს მასთან მუშაობა, მაგრამ ეთოს უდიდესი მადლობა ამ საჩუქრისთვის კიდევ ერთხელ. ჩვენ დაგვებედება რაღაც ძალიან დიდი დეპრესიის დასასრული და ახალი ურთიერთობა, ნაცნობობა. ეს შეიძლება იყოს სამსახურებრივი რომანიც კი. ეს შეიძლება იყოს სამსახურთან დაკავშირებული რაიმე ტიპის ურთიერთობა, მაგრამ აქ უფრო მე ვხედავ, რომ ჩვენ უფრო მეტად გავდივართ აი ჩვენი რაღაცა ტკივილიანი და საკმაოდ მძიმე წარსულიდან, რა დროსაც ჩვენ და ძალიან ბევრს ვიღებდით საკუთარ თავზე, ხო? და შევდივართ უფრო მეტად რაღაცა ესეთი სამუშაო, უკვე გეგმის დასახვის, განხორციელების და სხვათა შორის აი ეგომდგომარეობიდან, ეგომდგომარეობაში თუ ვიყავით ადრე და გარკვეულწილად ეს ტანჯვა და ესე ვთქვათ თვითგვემა, ესეც ეგომდგომარეობა, ახლა უკვე გადავდივართ საკუთარ თავზე მუშაობის ესე ვთქვათ ფაზაში. შესაძლებელია ეს სულაც არ არის ახალი ნაცნობობა, შესაძლებელია ძველი პარტნიორი გიბრუნდებათ და ის გეუბნებათ აი ამ ენერგიით დღეს ხო რაც დღევანდელ ენერგიას დაგვებედება, ხო, აი ამ გაშლით. ეს იქნება ის, რომ ის გაიძულებთ, კარმული პარტნიორი არის და ის გაიძულებთ, რომ გამოხვიდეთ რაღაცა ტანჯვის და ესე თქვათ თვითგვემის პოზიციიდან მსხვერპლის, ნახეთ, ძალიან სწორად მომივიდა ახლა ეს სიტყვა. მსხვერპლის როლიდან გამოვიდეთ და გადავიდეთ უკვე მოქმედებაზე. 2026 წლის 2 იანვარს დღეს მე თქვენთვის მისურვებია მოქმედებაზე გადასვლა. მოქმედებაზე გადასვლის დროს თქვენ მოусმენთ სხვადასხვა ადამიანების აზრს და კომპეტენტური ადამიანების აზრსაც და სხვათა შორის არაკომპეტენტური ადამიანების აზრსაც მოისმენთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თქვენ შეგეძლიათ დაიჭიროთ ეს სიმართლის მარცვალი ნებისმიერი ადამიანის რჩევაში, რომელიც თქვენამდე მოდის. მოდით კიდევ რამდენიმე არკანს ამოვიღებ. კი ბატონო, Four of Pentacles. პენტაკლების 4-იანი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე ფორტუნაც თქვენ მხარეზე არის, აი კაკერ ამოვიდა ბედის ბორბალი, ხო? და რაღაცნაირად აი ახალი განახლებული გრძნობით იწყებთ თქვენს თავზე მუშაობას და თქვენი საკუთარი საუკეთესო ვერსიის შექმნას. მე თქვენ გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და მხოლოდ მოქმედება და კეთილი საქმეები მინდა დაგებედოთ აი ამ 2026 წელს. სიყვარულით
ტაროსკოპი გელით პირად სესიებზე შეგიძლიათ მომწეროთ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია. ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს.